სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პარლამენტის დელეგატის ბიუროს წარმომადგენლის ილია საყვალიშვილის ინფორმაციით ფართოვდება დამუშავებული მიწები. შენდება ბაღები, რის გამოც არსებული მძიმე ტექნიკა საკმარისი აღარ არის. საჭირო ხდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ფერმერებისთვის, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მძიმე ტექნიკის შეძენა შეძლონ. ბოლო წლებში ტრაქტორებზე მოთხოვნა გაიზარდა და კიდეც იზრდება, იქიდან გამომდინარე რომ ის ტრაქტორები, რომელიც ჩვენ მომსახურებამ და ადგილობრივმა ფერმერებმა შეიძინეს, გახსოვთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებით იყო ნაყიდი უმრავლესობა. შესაბამისად, რამდენიმე წელია უკვე აღარ არის ეს დაფინანსების პროგრამა და ამ შეანძენ ტექნიკას, მათ შორის მისაბმელებსაც, უკვე გავიდათ ექსპლუატაციისვა და რა თქმა უნდა, ასევე გაიზარდა ფართობები, განაშენიანებაც იზრდება ამ პროგრამების დახმარებით, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს 2013 წლიდან და შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად დგება საკითხი, რომ ამ კონკრეტულად მექანიზაციის მიმართულებით არის მოთხოვნა, იმიტომ რომ ერთ საგარანტიო პერიოდები გაუვიდა, კარგა ხნის წინ შეძენილი ტექნიკა არის და შესაბამისად მეორე კიდევ ამგრძნობად ეს მექანიზაციის ტექნიკა არ არის მსუბუქი ტექნიკა, ეს არის ძლიერ სამუშაოებზე გათვლილი და შესაბამისად მაღალი წვეთაც აქვს ბუნებრივი. ამიტომ ნელ-ნელა უკვე ჩვენს ხშირად გვაკითხავენ, იქნება თუ არა ამ ახალ პროგრამებში, რომლებიც დაანონსდა ტრაქტორების და ზოგადად მექანიზაციის მიმართულებით დაფინანსება, ამას გავიგებთ ცოტა ხანში, ჯერობით პროგრამები მუშავდება და მუშაობის ეტაპზეა და ძალიან მალე ველოდებით უკვე ექსპლუატაციაში გაშვება.